გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხისტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას მოგიტანთ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში დღევანდელი სავსე მთვარეობა. დღეს მოგეხსენებათ, უბრალოდ გამთენიოს, უკვე გამოდის, რომ იქნება 2 რიცხვი, არის სავსე მთვარეობა ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ნახოთ, რას მოგვიტანს ეს ცვლილება, ასე ვთქვათ, ყოველ თვეში არის მოგეხსენებათ სავსე მთვარეობა და ის გავლენას ახდენს შემდეგი 2 კვირა. მოეწყოთ კომფორტულად, არავინ არ ჩაიფიქროთ, ეცადეთ არაფერზე არ იფიქროთ და ვნახოთ თქვენი დღევანდელი მდგომარეობა, რათა ამოიცნოთ ეს კონკრეტული გაშლა გეხებათ თუ არა თქვენ. თქვენი სიგნიფიკატორი კარტები, რომელიც აღწერს სიტუაციას, რა სიტუაციაშიც ხართ დღეს თქვენ, რა მდგომარეობაშიც, ასე ვთქვათ. თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. კიდევ ესე იგი, ამ მომენტში ძვირფასებო თქვენ ძალიან თავდაჯერებული ხართ. შესაძლებელია რაიმეს აღნიშნავთ კიდეც, აღნიშნავთ მაგალითად რას თქვენს, ასე ვთქვათ, მიღწევებს, რომლისთვისაც თქვენ დიდი ხანი იბრძოდით, ასე ვთქვათ და მიხვდით, რომ ხმალი უნდა ჩააგოთ ქარქაშში, რადგან თქვენ დაადექით თქვენი სურვილების ასრულების გზას და ზოგიერთ თქვენგანთან უკვე გამოჩნდა მკვეთრი ნიშნები წარმატებაზე. დაახლოებით, ალეგორიულად რო ვთქვათ, ასე ვთქვათ, ეს არის და უფრო კონკრეტულად თქვენი მდგომარეობა დღეს არის. შეიძლება ითქვას ძალიან კარგი, ფიზიკურად, ანუ სხვები თქვენ ხედავენ, ადამიანი შემდგარი, ადამიანი ფიზიკურად მომხიბვლელი, რომელსაც გაქვთ ძალა, ენერგია და მართვის უნარები. თუმცა არის მცირე, ასე ვთქვათ, სტრესის მაგვარი, ოღონდ ამაზე თქვენ თვალებს ხუჭავთ თითქოს, რადგან ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება მომავალში, ანუ უფრო კარგად ვიდრე არის დღეს. ვინც ამოიცანით თავი ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა. ვინც სრულიად სხვა სიტუაციაში ხართ, სრულიად სხვა გვარად გრძნობთ თავს, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. ვინც დარჩით თქვენთვის, რას მოგიტანთ ეს უახლოესი 2 კვირა, რა ცვლილებები შემოვა, ან რა სრულდება დაუშვათ და რასაც აღარ მიუბრუნდებით. ნახოთ, რა გზას გვიჩვენებს, ასე ვთქვათ, კარტები, რა სავარაუდო, ასე ვთქვათ, პროგნოზი. ეხლა ვეძვირფასებო. ძალიან მნიშვნელოვანი 2 კვირა გელოდებათ ძვირფასებო. უმნიშვნელოვანესი შეიძლება ითქვას. ეს არის თქვენი გამოღვიძების, თქვენი გამოფხიზლების პერიოდი. გამოღვიძება ეს არის რისგან, შიშებისგან. აქ ჩანს ფიქრები თქვენი, რომელიც გამოწვეულია რაღაც მომავალთან დაკავშირებით, შიშები, რომ აი დაუშვათ ეს როგორ იქნება, ასე თუ იქნება, ისე თუ იქნება, რაღაც ამ სტილის. და მომდევნო 2 კვირა თქვენ იქნებით გამოფხიზლების ეტაპზე, ოღონდ იცით რას ნიშნავს ეს უბრალოდ ამ კარტების მიხედვით, როგორ გამოიხატება თქვენ ცხოვრებაში. თქვენ შეძლებთ გადალახოთ ეს შიში. თქვენ შეძლებთ მას ჩახედოთ თვალებში, დაინახოთ და გაითავისოთ
მაშინ თქვენ მიხვდებით, რომ საშიში არაფერია. პირიქით, ეს არის თქვენი ძალა, ეს არის თქვენი ღირსება. თქვენ საკუთარ ჭრდილს, იუნგის ენაზე თუ ვიგულისხმებთ, ჩახედავთ თვალებში, გაითავისებთ და ეს არის თქვენი მენტალური და ფსიქოლოგიური ზრდა, რაც რა თქმა უნდა აისახება ცხოვრების ხარისხზე, პარტნიორთან დაკავშირებით, სამსახურში და საერთოდ ყველაფერზე. კარგით, კიდევ ამის გარდა ისეთი როგორ არის ძვირფასებო, თქვენ თითქოს რაღაცას განიცდით, სევდიანობთ, თუმცა კარტები ამბობს, რომ თქვენ გაქვთ მიღწევები, რომელსაც თქვენ ყურადღებას არ აქცევთ, თითქოს ვერ აღიქვამთ თქვენს მიღწევებს, ვერ აღიქვამთ თქვენს ღირსებებს და ეს იწვევს ზოგჯერ თქვენს გაჩერებას, თქვენს სტაგნაციას. როცა სტაგნაცია მართალია ეს არ არის რეგრესი და უკან სვლა არ არის, მაგრამ არ წინ მიდის ადამიანი. ამიტომ დიდი ხანი რომ არ იყოთ თქვენ ამ სტაგნაციაში, გეძლევათ შანსი. რასთან დაკავშირებით არის ეს შანსი? სიყვარულია უფრო ძვირფასება. იქნება არ არის თქვენთვის სიყვარულის თემა აქტუალური. ვისთანაც არის აქტუალური, ეს არის სასიყვარულო, ასე ვთქვათ, სასიყვარულო რომანტიული ურთიერთობა, რაც ასე ვთქვათ დაბრუნდება თქვენს ცხოვრებაში, ოღონდ თქვენ გაიფიქროთ, რომ ის დაბრუნდა უფრო, ასე ვთქვათ, თავდაჯერებული, უფრო გამყარებული, თუმცა ეს ასე არ არის ძვირფასებო, ის ცდილობს, რომ თავი გამოავლინოს საუკეთესო კუთხით. ანუ პიროვნება ვინც დაბრუნდება, ვისთვისაც ეს აქტუალურია, იგივეა, რაც იყო მანამდე, სანამ დაუშვათ დროებით წავიდო და ან არ ვიცი თქვენ შორის რა მოხდა, ეხლა არ ჩაუღრმავდები, ის არის ზუსტად იგივე, უბრალოდ ის ცდილობს, რომ გამოჩნდეს თქვენს თვალში, ასე ვთქვათ, შეცვლილი უკეთესობისკენ. და ვისთვისაც არ არის სასიყვარულო თემა აქტუალური. აქ დაბრუნდება რაღაც თემა, რაც არის თქვენთვის გამოცდა, თემა, რომელიც ემოციურად მოქმედებს თქვენზე და რომელიც, ასე ვთქვათ, უნდა გადალახოთ თქვენ, როგორ, აი მსუბუქად უნდა შეხედოთ. არ უნდა, ასე ვთქვათ, მისცეთ საშუალება, რომ თქვენს მდგომარეობაზე, თქვენს განწყობაზე აისახოს. უნდა შეხედოთ მსუბუქად, ცოტა გულგრილად და ცოტა თამაშით. მაშინ ეს გადაიქცევა თქვენს ძალად, ასე ვთქვათ. კარგით, ამის გარდა რაღაც ძალიან დღეს ფილოსოფიურად საუბრობ და ცოტა კონკრეტულად მინდა რაიმე ამოვიდეს ისეთი, რომ კონკრეტული ვთქვა. კიდევ რას გვერდებათ დღევანდელი სავსე მთვარეობა? მე ასეთ ვიტყოდი, რომ ნაცვლად იმისა, რომ თქვენ დაუშვათ რაღაც შიშებს აყვეთ, რაღაც ფიქრებს, შიში ძალიან ხომაღალი ნათქვამია ალბათ, ეს უბრალოდ ფიქრებია, რომელიც შემოდის ადამიანის გონებაში და ყველა ადამიანი ასე ვართ, ყველას გვაქვს რაღაც ფიქრები, რომელზეც პასუხები არ ვიცით, ასე ვთქვათ. ნაცვლად იმისა, რომ ამ ფიქრებს დაუჯეროთ, უფრო იყავით ხისტი და ჯიუტი. არ არის საჭირო, რომ გაიფიქროთ, რომ ვაიმე როგორ არ ვიფიქრო. უნდა იფიქროთ, რა თქმა უნდა, ადამიანი მაგისთვის არის. იმსჯელოთ იფიქროთ, ოღონდ იყავით ჯიუტი და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, საკუთარი თავის განვითარებას, მენტალურად, ფიზიკურად, ფიზიკური სილამაზე და ასე ვთქვათ ესთეტიკა
და ფსიქოლოგიურად რატომღაც ასეთი კარტები ამოვიდა.